სათა დაძისათა და სულისაწმინდისათა. ამინ ჩვენთანაც ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის და მთლიანათა მარხვისათვის. იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი წირვით და დღევანდელი დღით მთავრდება 40-დღიანი მარხვა. აი წმინდა 40-ი, რასაც ეწოდება დღევანდელი დღით მთავრდება. ამის შემდეგ არის უკვე განსაკუთრებული დღეები. ლაზარეს შაბათი არის ხვალინდელი დღე, შემდეგ არის ბზობის დღესასწაული, მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში და არის ნების შვიდეული და ბოლოს წინვალი აღდგომა იესო ქრისტეს. ჩვენ რამოდენიმე თავი წავიკითხეთ დღეს სახარებიდან და იქ იყო ასეთი სიტყვები, უფალი ამბობს, ნუ დამძიმდებაო თქვენი გული შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა. შეგი თქვენი გული არ დამძიმდეს მხოლოდ სიამოვნებაზე ფიქრით, შვება განცხრომით, სიმთვრალით და ამ წუთი სოფლის საზრუნავით. იმიტომ რომ შეგი ადამიანმა სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს და სიფხიზლეს მხოლოდ ღვინო კი არ აკარგვინებს, ან ამა თუ იმ სიამოვნებით გაბრუებულობა, არამედ საზრუნავები აკარგვინებს იმდენად, რომ შეიძლება ადამიანი ყველაფერს აკეთებდეს, ფუსფუსებდეს, აი სიტყვაზე ვამბობ, სამსახურში იქნება, ოჯახში იქნება, იქ შვილებს უვლიდეს, თუ თავის საქმეს პირნათლად აღასრულებდეს, მაგრამ სიფხიზლე ჰქონდეს დაკარგული იმ მხრივ, რომ აღარ ახსოვდეს საერთოდ რისთვის მოვიდა ამ წუთი სოფელში. ანუ ეს ყველაფერი რისთვის არის, აღარ ახსოვდეს. და აი დაუშვათ ნებისმიერ წამს რომ დადგეს ადამიანის ღმერთთან მოხმობის, ანუ გარდაცვალების ჟამი. იქ რამდენად მზად შეხვდება ადამიანი, აი ამაზე ალაპარაკი. რამდენად მზად შეხვდება. რომ ესე იგი ყველაფერი უნდა აკეთოს იქ ზემოთ ჩამოთვლილი, რაც თქვით, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად და უპირველეს ყოვლისა ის უნდა აკეთოს, რომ მას სულიერი მხარე მოწესრიგებული ჰქონდეს. იქ თავის დროზე აღსარება ნათქვამი ჰქონდეს და როგორც არაერთხელ მithქვამს, მამა გედეონი ამბობს მეთქი, რომ ყველა აღსარება ისე უნდა თქვა, თითქოს ბოლო აღსარებად. ანუ ეგეთი განწყობით უნდა თქვა და ეგეთი ზედმიწევნულობით, რამდენადაც შესაძლებელია თავისთავად ცხადი. ახლა რაც არ გახსოვს ადამიანს, ვერ იტყვი, მაგრამ რაც გახსოვს, უნდა ეცადო, რომ არ შეალამაზო, რაღაც არ დაუტოვო იქ. იმიტომ რომ თუ ამას გააკეთებ, მაინც გულდამძიმებული ბრუნდები უკან. არ ხარ ბოლომდე გამართული. შინაგანად ვერ ახარ კარგად. აი ესე უნდა გააკეთო და უნდა ეცადო ადამიანი, რომ როგორც მოციქული პავლე ამბობს, ყველა ადამიანთან რამდენადაც შესაძლებელია მშვიდობა ჰქონდეს. ყველა ადამიანს ისე დაემშვიდობა, რომ უბრალოდ ეს ჩვენ არ ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ რომელიღაცა დამშვიდობება, ხო მართლაც ბოლო დამშვიდობება გამოდგება. ახლა რომ იცოდე, რომ მე ბოლოჯერ ვემშვიდობები, როგორ სხვანაირი იქნება დამოკიდებულება, როგორ სხვანაირი იქნება დამშვიდობება. აი რო იცოდეს დაუშვათ ადამიანმა რომ სახლიდან რო გამოდის, იქ მშობელს რო ტოვებს, ხო? თუ ვიღაცა მეუღლეს ტოვებს, თუ ვიღაცა შვილებს ტოვებს, აი როგორ გამოიხურავს კარებს, როგორ დაემშვიდობება, როგორ გამოა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რაღაცა ჩვენ ახლა ეს ფიქრები დაგვიმძიმდეს, რომ აი მე ახლა ეს ბოლო არ იყოს და რაღაცა ჩვენ უიმედობაში ჩავარდეთ. არა. უბრალოდ ყველა დამშვიდობება უნდა შეძლებით და გვარად ლამაზად უნდა ხდებოდეს. და როდესაც ადამიანს აი სულიერი მხარე მოწესრიგებული აქვს, ანუ ურთიერთობა ღმერთთან და ურთიერთობა ადამიანებთან, როგორც პატრიარქ ბარობძანა ადამიანია თავის ცხოვრებით ჯვარს უნდა ქმნიდეს, რომ ვერტიკალური ხაზი არის სიყვარული ღვთისა და ჰორიზონტალური არის სიყვარული მოყვასისა. თუ აი ეს მოწესრიგებული აქვს ადამიანს, არა?
მე რა თქმა უნდა ის თავის დროზე ის საზრუნავიც აუცილებლად ექნება ადამიანს ის რაღაცა სასიამოვნოც ექნება და არც ვინის დალევა არ არის აკრძალული ზომიერად არა მაგრამ თუ ის არ არის მოწესრიგებული ეგ ნიშნავს იმას რომ ღვთისგან მოცემულ დროს თუ ენერგიას თუ ჯანმრთელობას ადამიანი არასწორად იყენებს აი დღევანდელ სახარებაში კიდევ ის იყო რომ ბატონმა რომ დაურიგა მონებს ვერცხლი და ზოგმა გაამრავლა 10 დაახვედრა ზოგმა 5 დაახვედრა რა ზოგმა თქვა რომ შეინახა ეს და მე ვიცოდიო რომ შენ სასტიკი კაცი ხარო და აგროვებ იქ სადაც არ განგიბნევია და ესე იგი იმ კი იქ სადაც არ დაგითესიაო და ნახეთ თუ დააკვირდით რა უთხრა ბატონო შენი სიტყვებითვე განგიკითხავ შენ ანუ მით უმეტეს თუ იცოდი რომ ეგეთი კაცი ვარ რომ სასტიკი ვარ ანუ უსამართლობა დასწამა რა თუ იცოდი რომ სადაც არ გამიბნევია იქაც კი ვფიქრობ მოვაგროვო და სადაც არ დამითესია იქაც კი ვფიქრობ რომ მოვიმკო მით უმეტეს თუ ეგ იცოდი ახლა ვიღაცამ შეიძლება იცოდეს რომ ღმერთი მოწყალია და შეიძლება ეს მაპატიოს და შენ თუ ფიქრობ რომ სასტიკი ვარ და მაინც არ გააკეთე განა შენ თვითონი არ გამოუტანეო შენს თავს მჟავრიო აი გუთხრა ზუსტად უფრო ანუ შენ თუ ფიქრობ ადამიანი რომ ზედმეტად ითხოვს ღმერთი შენგან არა მით უფრო ის არ უნდა იყო ხიზლად არ უნდა იყო სხვაგან არის ნათქვამი რომ ესე იგი ბატონმა დააყენაო მონებიო და თვითონ წავიდაო და როდესაც დააგვიანა ბატონმა ზოგმა თქვაო რომ ესე იგი იგვიანებსო ჩემი ბატონი და დაიწყო მემთრალი ადამიანებთან ერთად შეიძლება განცხრომა და როდესაც დაბრუნდებაო უფალი ის დაიჭება ამის გამო მაგრამ თუ დაბრუნდება უფალი და ადამიანს საქმეში მყოფს ნახავს ხიზლად მყოფს ნახავს ანუ რაც დაგავალ რაც ჩაგაბარა აკეთებ იმ განწყობით იმ შეგნებით რომ ის რაც ჩაგაბარა ის დროებითია და შენი კი არ არის ღვთისა უფლისა არის ქვეყანა და სავსება მის სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა უფალმა რაზეც დაგადგინა და ჩაგაბარა აი მის მნეხარ ის მსახური ხარ შენ და ესე იგი როდესაც უფალი დაბრუნდებაო ან სხვაგვარად რო თქვათ როდესაც ჩვენ წავდგებით ღვთის წინაშე თუ აი საქმეში მოქმედს და ნახავს შენ გულმოდგინედ თან არ დავიწყებელს იმისა რომ ის დროებითია და შენ გელოდება მარადიული ცხოვრება და სულიერად ხიზლად ხარ და ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან სწორად გაქვს არა მოწესრიგებული გაქვს თუ ესე მოქმედს გნახავს უფალი მაშინ მარადიული სიხარული გელოდება აი ღამის 12 საათიან ლოცვაში შეთქვის ლოცვებს გულისხმობ როგორ ამბობს რომ ვაიარს მონისა მის რომელი იპოვოს უდებებით ხომ ვინც ხიზლად ნახა ნეტარას მონა იგი რომელი იპოვოს მღვიძარად ანუ ბედნიერია ის მსახური რომელიც მღვიძარად ახდება მღვიძარი არა ფიზიკური მღვიძარება თუმცა ესეც თავის დროზე საჭიროა არამედ სულიერი მღვიძარება რომ ყველაფერს აკეთებდეს ადამიანი იმ შეგნებით რომ თითოეული აქ გაკეთებული საქმე ზეცაში აისახება ან ასე ან ისე როგორც გააკეთებს ადამიანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი არაერთხელ თქმულს წმინდა ეზეკია წინასწარმეტყველის პირით თქმული სინამდვილეში სული წმინდა გვამცნობს წამში სხვასე ვამბობ რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ სული წმინდაზეა ნათქვამი წინასწარმეტყველთა პირით გვეუბნება ჩვენ და ამბობს რომ რა მდგომარეობაშიც მოგისწრებ იმ მდგომარეობით განიკითხებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის აი უმნიშვნელოვანესი ახლა შეხედეთ ავაზაკი მთელი ცხოვრება თუ არასწორად ცხოვრობდა რა მარჯვნივ კეთილგონიერ ავაზაკზე ლაპარაკ რა მდგომარეობაში მოუსწრო მას სიკვდილი სინანულის და ღვთის მადიდებელ მდგომარეობაში მაგრამ იუდას რა მდგომარეობაში მოუსწრო
იუდა სასწაულებს აღასრულებდა, იუდა ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ვინ იცის რამდენი ადამიანი განკურნა, მაგრამ რა მდგომარეობაში მოუსწრო სიკვდილი. ხო და ისე რომ აი ჩვენ ორი დღის წინ სწორედ განკითხვაზე ვამბობდით და კაცს რო შეეხედა იუდაზე იტყოდა რომ აი დიდებული ადამიანი უფალმა 12 გამოირჩია და ამ 12-დან ესეც არის. და ვერც გაარჩევთ, ახლა ჩვენ ვიცით რომ ეს იუდა ადამიან უღალატა თორე იუდა იქნებოდა იქ, პეტრე იქნებოდა თუ თომა მოციქული იქნებოდა, შენ მაგას არ დაუწყებდი, ყველას ერთნაირად შეხედავდი, მოწიწებდით და მაგრამ ის ავაზაკი რო გენახა, იტყოდი რომ ამას რა ეშველება საერთოდ. ან ადამიანური მსჯავრი ასეთი იქნებოდა. მაგრამ სხვა არის ადამიანის ფიქრი და სხვა არის ღვთის ჩანაფიქრი თითოეული ადამიანის მიმართ, ამიტომ წინასწარ არ უნდა გამოიტანო არავის განაჩენი და არც შენი თავისა მათ შორის მოციქული პავლე ამბობს, არც ჩემ თავს არ განვიკითხავ, თუ გახსოვთ, არცაღა ჩემ თავს განვიკითხავ, რატომ? იმიტომ რომ გამკითხველი და გამშველი ერთადერთი არის უფალი. მე ვერც ჩემ თავზე ვიტყვი იმას, რომ ახლა მე დავიღუპები და დავისჯები, ვერც იმაზე, რომ აჰა, ეხლა მე მცხონდები. ეგ არავინ არ იცის. ეგ ვინც იცის, მის წინაშე თითოეული ჩვენგანი უნდა წავდგეთ და სანამ წავდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა წავდგეთ. და ეგ არის სიფხიზლე. უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა წავდგეთ. როგორც მოციქული პავლე ამბობს, ყოველი ჩვენგანი განცხადებად ვარ წინაშე საყდართა უფლისათა. არ დარჩება არც ერთი ჩვენგანი. ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როგორც ამბობს, მოვა ის, ვინც არ გინდა რომ მოვიდეს და წაგიყვანენ იქ, სადაც არ გინდა რომ წაგიყვანენ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ წავდგებით ღვთის წინაშე, ვემზადებით თუ არ ვემზადებით, წამს თუ არ წამს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის იმის ნათქვამი, ვინც ეს ყველაფერი შექმნა და ვინც განაგო ამ ყველაფრის წესი. ფსალმოში თუ დააკვირდებით, ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამე თუ ყოვლითურთ გმონებს იგია. ანუ შენ ბრძანებას ელოდება ყოველი დღე. შენ ბრძანებას ელოდება, ღმერთის ბრძანებას ელოდება. ისე კი არაფერი არ ხდება, ისე ერთი წამიც არ ხდება. და ისე ერთი ღერითმაც არ ჩამოუვარდება ადამიანს. აი დღევანდელ სახარებაში რო ვკითხულობდით, მეორედ მოსვლის მოვლენებზე საუბრობდა უფალი და ასევე იერუსალიმის დაცემაზე, რაც 70 წელს აღსრულდა ტიტეს მიერ, ესე იგი, მხედართმთავრის და შემდგომ იმპერატორის. ესე იგი, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ქრისტეს გამო მრავალ ტანჯვასა და დევნას გადაიტანს ადამიანი, მაგრამ თქვენი თავიდან ღერი არ ჩამოვარდება. თქვენ დაცულები იქნებით, ანუ ვინც ღვთისმოყვარე იქნება. ანუ ხო ესეთი რამ იქნება, მაგრამ თუ ღმერთზე იქნები მინდობილი, შენ გადარჩები. თუმცა გამოივლი რაღაცებს კი არა, ვინც იმ პერიოდში იცხოვრებს, ბევრ განსაცდელს და ბევრ ტანჯვას და მას გამოივლის და მოთმინება დიდი იქნება იქ საჭირო თავისთავად, მაგრამ ეს ადამიანი გადარჩება. ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ აი ფხიზლად ყოფილიყავით. ყველაფერი ვაკეთოთ ის, რაც საკეთებელია ადამიანურად, ხორციელად, მაგრამ ყველაფერი ადამიანმა სიფხიზლით და იმის არ დავიწყებით, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, ეს დროებითი იმ არადიულზე აუცილებლად ასახვას პოვებს, როგორც უფალმა უთხრა. ვინც არის მცირეში ერთგული, ის დიდი, იმას დიდი მიენდობა. ვინც ამ მცირეში წუთის სოფელში არის ერთგული, იმას არადიულიც მიანიჭება ღვთისაგან. აი ეს გითხრა ჩვენ უფალ. ერთმა დალოცული და დახარებული.